სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ სულიერ ცხოვრება გვიჭირს და ხშირად ვერ ყვევით ქრისტიანულ ცხოვრებაში და ამის გამო ბევრ შეცდომებს უშვებთ, არის ის, რომ არ ვფიქრობთ იმას, არ ვიაზრებთ, ვერ ხვდებით, არ უღმავდებით, რომ მარადიული ყოფიერება არის იმდენად განსხვავებული ჩვენი დღევანდელი ყოფისგან, რომ ჩვენ არც კი ვიცით თქვათ როგორ გამოვხატოთ ჩვენ კი არა ზოგადად ჩვენს ენაზე არც კი გამოიხატება და არც კი გამოითქმება მათ შორის იმ ადგანაც კი ვინც ეს ნახა მაგალითად პავლე მოციქული მონახალი ღვთისმეტყველი მსგავსი ადამიანები თავად ღმერთი რომელიც მოდის ადამიანად იგავების საშუალებით გვესაუბრება იმიტომ რომ ძალიან რთულია ადამიანურ ენაზე ან შეუძლებელის კი გამოითქვას ის ყოფიერება, ის სიცოცხლე, რომელიც ჩვენ გველოდება. ჩვენ ვიზღუდებით ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრებისეული გამოცდილებით და ჩვენი ანალიტიკური აზროვნებით ვზღუდავთ ჩვენს რწმენას, რაღაც ჩარჩოებში ვაქცევთ და შესაბამისად ვერ ვიგებთ ამიტომ მთელ რიგ ნიუანსებს სულიერ ცხოვრებისა ვერ ვიგებთ სახარებას, ვერ გადმოგვაქვს სახარება ჩვენს ყოფაში, ჩვენს ყოფიერ ცხოვრებაში. ასე შეზღუდულები გვინდა რა რომ ქრისტიანობა ჩვენი ლოგიკური აზროვნების, ჩვენი ყოფიერი ცხოვრების გამოცდილების ჩარჩოებში მოვაქციოთ, ვაკნინებთ მას და სარგებელსაც რა თქმა უნდა ვერაფერს ვნახულობთ. ამიტომ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ იმისათვის რომ ადამიანმა სულიერი ცხოვრება დაიწყოს, სიღრმესეულად უნდა გაანალიზოს საღვთო გამოცხადება, გაიაზროს რა გვწამს, იმიტომ რომ რწმენა ხო საფუძველთა საფუძველია. თუ რწმენა არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს, ხო და არანაირი ჩვენი რელიგიური ცხოვრება არ შედგება, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ყველაფრის საფუძველი რწმენიდან გამომდინარე ჩვენ ვენდობით საღვთო გამოცხადებას, მათ შორის რომელიც მოცემული გვაქვს წერილობით, წმინდა წერილს გულისხმობ და ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ კი არ მოვირგოთ ქრისტიანობა როგორც ასეთი, არამედ ჩვენ მოვერგოთ გამოცხადებას, თუ ჩვენ რწმენა გვაქვს. ამისათვის უნდა სიღრმისეულად დავინახოთ იგივე სახარება და შესაბამისად ვიცხოვროთ და ამით ჩვენი თუნდაც ლოგიკური აზროვნება ძალიან გავაფართოვოთ. ჩვენ ვზღუდავთ, ესე იგი ლოგიკური აპარატი მოგებორგებული არის ამ ყოფაზე, მატერიალურ სამყაროზე და შემდეგ სულიერ ცხოვრებაშიც იმ ჩარჩოებში ვაქცევთ და ამით ჩვენ თავს ვავიწროებთ და ჩვენ იგივე თუნდაც ლოგიკურ აზროვნებასაც ვაკნინებთ, რომელიც უნდა გამოვიყენოთ უფრო ფართოდ და გავცდეთ ამ მიწიერი ყოფიერების საზღვრებს და გამოცხადების საშუალებით ჩვენ ჰორიზონტს იქით გავიხედოთ. და თუ ჩვენ ესე მოვიქცევით და თუ რა თქმა უნდა უფალს ვერ დგულებთ, მაშინ ჩვენ აქვე ხორჩი მყოფნის დროსვე მოგოცემა გარკვეული გამოცდილება, გარკვეული წინა გემოსხილვა, აი წინდი რასაც ქვია, წინდი რაღაცა ნაწილი მცირეოდენი იმ მარადიული სიცოცხლისა და ეს გამოცდილება რომ მოგოცემა ჩვენ რა თქმა უნდა ეს ძალიან ძლიერ мотивაციას მოგცემს რომ უფლის ერთგულებით გავაგრძელოთ ჩვენი დარჩენილი ცხოვრება. რომ არ გვესმის ჩვენ გასაკვირი კი არ არის, მოციქულებსაც ჰქონდათ ეს პრობლემა, გახსოვთ, აი დღევანდელ სახარებაში, ეს მარკოს სახარებაში აღმოვიკითხეთ, როცა უფალი ეუბნება, რომ რაზე საუბრობდითო და მათ ერიდებათ რა თქმა უნდა და იმიტომ ერიდებათ, რომ საუბრობენ იმაზე, რომ ვინ უფრო დიდი იქნება სასუფეველში. ყველას ემართება ეს და მათ შორის ისეთ მოციქულებს, როგორც იოანე და იაკობია გახსოვთ, რომ დედასაც კი მიაგზავნიან და ვინ დაждდება შენს მარჯვნივ და შენს მარცხნივ. ანუ კვლავ მიწიერი ყოფიერების ფარგლებში, ჩარჩოებში აზროვნებენ მოციქულები, მაგრამ ეს დაიწერა არა იმიტომ, რომ ჩვენ ისინი განვიკითხოთ, ეს დაიწერა იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად იგივე გვემართება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვიცით, ჩვენ სულს გვიმაგრებს 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა, მაგრამ მაინც ესე იგი ვცდილობთ, რომ მიწიერს არ გავცდეთ და ამ მიწიერი ჩარჩოებიდან არ გავიდეთ. ხო და აი უფალი მათ ეუბნება, რომ ესე იგი
მიანიშნებს ბევრჯერ დღესაც რაც წავიკითხეთ და დღესაც და ბევრჯერაც მიანიშნებს რომ ისინი არასწორად ფიქრობენ და ეუბნება მათ მოუწოდა 12 მათ მას შემდეგ რაც ეს ხედავს როგორ საუბრობენ ვინ უფრო დიდი იქნება სასუფეველში და ეუბნება ვის უნდეს თქვენგანს პირველ ყოფა ანუ პირველები გინდათ იყოთ თავარი გინდათ იყოთ და ეუბნება ვის უნდეს თქვენგან პირველ ყოფა იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ სასუფევლის ყოფიერების ლოგიკა განსხვავდება. განსხვავდება ყველა ჩვენ ღმერთი როგორიც არის ისეთი ვერ წარმოგვიდგენია და სხვა ღმერთი ჩვენ რაღაც სხვანაირი გონია ჩვენი დაცემული ბუნების შესაბამის თვისებებს ვანიჭებთ ღმერთს ასევე სასუფეველში მყოფობას და მოქალაქეობას ასევე სიყვარულს ასევე მარადულ სიცოცხლეს ყველაფერს რაღაც ჩვენი წარმოდგენებით ვამახინჯებთ. დაუფალი ფაქტობრივად გვეუბნება რომ მთელი ჩვენი მსოფლმხედველობა უნდა ამოტრიალდეს და ამოყირავდეს. პირველი აგერ ქვეყნის ამომგდები ავაზაკი შეიყვანა 64-ში, სამრევლოში იქ ნახა ცუდი მეზვერე და უპირატესობა მიანიჭა უკეთეს მრევლის წევრზე, ფარისეულზე, სოფელში ნახა ყველაზე ცოდვილი ვინც იყო მეზვერე ზაქე და მას უპირატესობა მიანიჭა მართლებზე და მეზვერე ზაქესთან მივიდა სახში სტუმრად და აი აქაც ესეთ რამეს ამბობს. ვისაც გინდათ რომ პირველები იყოთ, პირველები სასუფეველში, ჩემს სასუფეველში. ის ყველაზე უკანასკნელი უნდა იყოს, ანუ ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური უნდა იყოს. აი ესეთ რამეს ამბობს და იცის რომ მაგალითსაც გვაძლევს თავად დაბანა ფეხები მოწაფეებს. მე მოიყვანა ყრმა და დაადგინა იგი შორის მაცა და მკლავთან მიიქვა, ანუ ჩაიხუტა ბავშვი და ასეთ რამეს ამბობს. რომელმან ერთი ამადგანი ყრმა შეიწყნაროს სახელისა ჩემისათვის მე შემიწყნაროს და რომელმა მე შემიწყნაროს არა მე შემიწყნაროს ამით მომავლინებელი ჩემი ძალიან საინტერესოა ხა რაღაც განსაკუთრებული სტატუსი აქვს ბავშვს თანამედროვე სამყაროში მაგრამ იმ პერიოდში ძველ დროს ბავშვისადმი დამოკიდებულება ქალებისადმი დამოკიდებულება ძალიან ესეთი დამაკნინებელი იყო სოციალური უთანასწორობა ძალიან კვეთრად ავლენდა საკუთარ თავს და იმ პერიოდში ესე იგი ბავშვი იყო ნუ რაღაცა რა გამოვა კაცმა არ იცის როგორც იქნება რაღაცა გამოვა ან არ გამოვა დღევანდელი გადასახედიდან დღევანდელი დამოკიდებულება ბავშვებისადმი რაც არსებობს ყოველ შემთხვევაში ცივილურ სამყაროში ესეთი არ იყო და აი წარმოიდგინეთ ბავშვის შეწყნარება აყავს ღვთის შეწყნარებამდე ფაქტიურად და აქ ყველგან სახელისა ჩემისათვის აი აქ ანუ ყველგან ჩვენს ყველა ღირებულებებში ადამიანის სიყვარულში და თუნდაც ყველაზე უკანასკნელი ადამიანის სიყვარულშიც კი ქრისტე ავლენს თავის თავს იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო გაიარა ყველა ის საფეხური განვითარებისა რასაც ადამიანი გადის მათ შორის ჩვილობისა ბავშვისა და ასე შემდეგ და ის რაც ჩვენ შეიძლება მოგვეჩვენოს რომ პატივისცემის ღირსი არ არის ჯერ ყოველ შემთხვევაში პატივისცემის ღირსი არ არის სინამდვილეში ყველაფერს პატივი უნდა მიეგოს და აი ამ თითქოს უპატიოს პატივის მიგებით ჩვენ თავად ღმერთს მივაგებთ და შევიწყნარებთ არამედ შემიწყნაროს არამედ მომავლინებელი ჩემი ანუ ღმერთის შეწყნარებაზე საუბრობს დღევანდელი 60 ქულოც აი ამ კუთხით ეს მეორე ტიმოთეს ეპისტოლია პავლე მოციქულისა აი აქაც ჩანს როგორი განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ქრისტიანობას სამყაროსადმი და ეს განსხვავებული დამოკიდებულება ჩვენათ უნდა ვაქციოთ, ჩვენს გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და სულიერად შევხედოთ ზოგადად ყოფიერებას, ანუ ქრისტიანული გაგებით სულიერად და არა ამ ქვეყნიური უბრალოდ გამოცდილებით. აი როგორ ამბობს, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა და ნურც ჩემი მისი ტყვისა, ანუ დაპატიმრობაშია პავლე მოციქული და ტიმოთეს ეუბნება რომ ესე იგი ყველაფერი ყველგან ყოველთვის ქრისტეს სახელით უნდა დაამოწმო. წარმოიდგინეთ რომაელისათვის როგორი მოსასმენი იყო რომ პროვინციაში, მათ პროვინციაში სადღაც ცხოვრობდა იესო, კი ბატონო შურით, თქვათ ესე შეიძლება ფიქრობდნენ პილატეს მსგავსად, მოკლეს და ნუ ამის შემდეგ შენ გეუბნებიან, რომელს გეუბნებიან, რომ ის ვინც ესე მოიკლა ის არის სინამდვილეში აღდგა მკვდრეთი და ის არის ღმერთის სამყაროს შემოქმედი და ეს ყველას გადამცირებული და მოძულებული სინამდვილეში არის სამყაროს და ასე და ამგვარად
დაკნინებული და შეურაცხყოფილი არის სამყაროს შემოქმედი ღმერთი და მას უნდა თაყვანისცეს რომაელმა. გესმით, ეს როგორი რთული იყო რომაული ცნობიერებისათვის და იმისთვის, ვინც რომაელებთან გადაგებდა და ასევე პავლე მოციქული, ვინ არის რომში პავლე მოციქული, რომაელებისათვის რომის იმპერიაში ვინ არის პავლე მოციქული, აგერ დაჭერილი ყავთ ახლა და ამ დროს ესე იგი პავლეს მოწმობა ასევე უნდა იყოფილიყო მისი მისიონერობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რომ აი პავლეს კი, რომელიც დევნელი იყო, დღეს ქრისტეს მიმდევარია, ანუ პავლე როგორც ავტორიტეტი. ხო და ამიტომ ეუბნება, რომ ნუ გცხვენია ნურც უფლის მოწმობის და ნურც ჩემი, ანუ პატიმრობაში მყოფი ადამიანის. რადგან ჩვენი სიტყვა ერთი შეხედვით კი გაუგებარია ამ სოფლისათვის, მაგრამ საოცრება სწორედ ეს არის, რომ ის რაც გაუგებარია და ალოგიკურია, იმას იღებს ადამიანი და ხდება ქრისტიანი. მთელი რომის იმპერია გაქრისტიანდა. და თავის დროზე ჩვენც ვიც ახლა ამ სიტყვას ვისმენს, ჩვენც ესე მივიღეთ, ეს ძალიან უცნაური, ლოგიკურად გაუაზრებელი მოძღვრება და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი გული ქრისტესთვის თუ ცხოვრობს და თუ ცდილობდა, თუ გვინდა, მადლობა ღმერთს, ანუ მთლიანად შეცვალა ხო ჩვენი ცხოვრება. ამიტომ ტიმოთე აგზელებს, რომ ნუ გცხვენია არამედ ჩემთან ერთად. აქეთ, ანუ არათუ უნდა გცხვენოდეს, არამედ ვინც ვერ დაიტევს და ვინც დაქცინებს და ვინც შეურაცხყოფას მოგაყენებს, ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის. ღვთის ძალით, რომელმაც გვიხსნა და წმინდა თანხმობით გვიხმო. ბოლომდე უფლის ერთგული უნდა იყო. თვით იქამდეც რომ შენ ევნო კიდევაც ღვთის სიტყვის ქადაგებისათვის. ეს დამოკიდებულება უნდა ქონდეს, ეს მოწამეობრივი სული. ყველგან და ყოველთვის დავამოწმოთ, რომ ქრისტიანი ღმერთი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ სახარების ჭეშმარიტებას, იმას ჩვენ შიგნით განვიცდით. როცა ჩვენ გვაქვს შიგნით გამოცდილება იმ სიცოცხლისა, რომელიც არ არის ამქვეყნიური სიცოცხლე, რომელიც ლოგიკურად ვერ მოიაზრება, ვერ მიიღება კიდევაც, მაგრამ ამავე დროს ის არსებობს. და ის რომ არსებობს, რასაც ჩვენ ლოგიკურად ვერ ვასაბუთებთ, მაგრამ რომ არსებობს, აბა როგორ მისიონერებთ, გულისმიერად მისიონერობს ეკლესია. ანუ ლოგიკურად ვერ ვასაბუთებ, მაგრამ გულში იმდენად ძლიერია ჩვენში ქრისტეს ღმერთობის და მარადიული სიცოცხლის განცდა, გამოცდილებითად იმგვარად ძლიერია, რომ ჩვენ სიტყვას არალოგიკური, მაგრამ რაღაც საიდუმლო მისტიკური ძალა ენიჭება, როგორც აი უფალო ქადაგებს და უსმენენ და მის სიტყვებს ძალა ქონდა. ეს ძალა ენიჭება ღმერთისგან. იმიტომ არა ჩვენ ვართ მეტყველი ამ დროს, არამედ სული მამისა ჩვენში არის მეტყველი. გესმით, ჩვენი ძალა რაში მდგომარეობს. ანუ ჩვენ და განვიცადოთ ის მარადიული სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მოიტანა და გაგხვდა ღვთის ტაძარი და ჩვენში ჩასახლდა და ჩვენს გამოცდილებად როცა იქცევა, როცა ჩვენში განცდითად იქნება ღმერთი, მაშინ ჩვენ სიტყვას ეძრება არა ლოგიკური, არამედ მისტიკური ძალმოსილება ძალა ეძლევა ჩვენ სიტყვას და იმით ხდება ადამიანების მოქცევა და გაქრისტიანება. ჩვენ და მე აგზელებს პავლე მოციქული სწორედ ამ კუთხით, რომ ეს ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით, მადლით, ანუ ჩვენ როდესაც ჩვენ ეს წმენა მოგვეცა, ხო? და ჩვენ ესე იგი ცხონებით გზაზე წმინდა თანხმობით გვიხმო, წმინდა ხმობით გვიხმო, ანუ წმინდა ხმობით, ანუ მისის ნება წმინდაა და დაგვიძახა, მოგვიწოდა. არა იმიტომ რომ ჩვენ რამე განსაკუთრებული გავაკეთეთ, ჩვენ საქმეთა გამო კი არა. არამედ თავისი ნებით, თავისი მადლით მას სურს ეს და აგზელებს საუკუნეთა უწინარეს რომ მოგცა ქრისტე იესოში. კიდევ ეს საოცარი სიტყვები, რომელსაც პავლე მოციქული ხშირად იმეორებს. იმიტომ კი არ გიხმო რომ შე რაღაცა განსაკუთრებული ხარ, იმიტომ რომ სანამ სამყაროს შექმნიდა საუკუნეთა უწინარეს ნიშნავს საუკუნე დრო, სანამ დროს შექმნიდა და დრო სამყაროსთან ერთად შეიქმნა. სანამ დრო იარსებებდა, მანამდე მოწოდებული იყავი, მანამდე გიცნობდა, შემანამდე მოწოდებული იყავი. უბრალოდ ეხლა დროში, სამყარო ხო დროშია შექმნილი და დროში გარკვეულ დროს მოხვედი, მაგრამ
ღმერთის მოწოდება უკვე იყო სამყაროს შექმნამდე. უბრალოდ ეხლა რეალიზდება დროში, იმიტომ რომ ამ სამყაროს ყოფიერების ფორმა ესეთია, დროში გაწელილია. ახლა კი გამოჩნდა, ესე იგი უწინარეს დროის შექმნამდე იყო ეს ქრისტე იესოში, რომ ესე იგი ზეღმერთი ქმნის სამყაროს, რომ გამკაცდებოდა, შენ დაგიძახებდა. ეს ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული ქონდა ღმერთს, მაგრამ მეორე მხრივ, შენ რა თქმა უნდა ამას ძალას არავინ არ გატანს. უბრალოდ გეუბნება ამას, რომ ესე გავაკეთებ, ეხლა შენ რაც გინდა ისქენი, გინდა გამომყევი, გინდა ნუ გამომყევი. და ეს ყველაფერი რაც გადაწყვეტილი იყო ღმერთში, მისი ნებით. ნახეთ, ისიც ჩანს, რომ შენი დამსახურებით რომ არ არის, ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ მან ხო იცოდა, რომ შენ შეცოდავდი და გეუბნება, რომ კი შენ ცოდავ, მაგრამ მე იმიტომ კი არ დაგიძახე, რომ შენ ახლა რო არ შეგეცოდა დაგიძახებდი და რადგან ცოდი აღარ გიძახი. მართალია შენ ცოდავ, მაგრამ ვერ ხარ წმინდად, მაგრამ მე შენ მაინც გეძახი, იმიტომ რომ მე შენთვის უნდა დამეძახა. მე შენთვის შევქმენი სამყარო. მე შენ გიცნობდი მანამ, სანამ შენ ამ სამყაროს დროის დინარების რაღაც წერტილში შენ გაჩნდებოდი ფიზიკურად, თორემ მე შენ რამდენ ხანია გიცნობ, შენ ცნობიერებაში ხარ. შენ კი ბატონო შეცოდე, კი ბატონო, მაგრამ მე შენთვის შევქმენი სამყარო და დაგიძახე. ამ ყველაფერს გეუბნები, მაგრამ ძალას არ გატან. ეხლა შენი გადასაწყვეტია. ახლა გამოჩნდა, ახლა შენ დროს, როცა აქ ახარ, გამოჩნდა ჩვენი მხსნელის იესო ქრისტეს გამოცხადებით. გამოცხადებით 2000 წლის წინ და პირადად შენთვის და ჩემთვის ახლა, როდესაც ჩვენს გულს შეეხო. ეს ყველაფერი ცოდნა, რაზეც ახლა საუბრობთ, ეს ჩვენთვის ნათელი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ქრისტე პირადად ჩვენს გულს გამოეცხადება. 2000 წლის წინ რო გამოცხადა ის კი არა, პირადად ჩემთ გულს რო გამოეცხადება. მაშინ გასაგები ხდება ეს ყველაფერი, მაშინ ცნაურდება ჩემთვის ეს ყველაფერი. თორემ თუ ეს არ მოხდა ჩემს გულში, თუ ჩემი მხსნელი იესო ქრისტე არ გამომეცხადა მე, ამას ვერაფერს ვერ ვიგებ. და მან მერე ქრისტემ განახარვა სიკვდილი და განანათლა სიცოცხლე უხრწნელი სახარებით. ანუ ქრისტეს გამოცხადებით ხდება ეს ყველაფერი გასაგები, ვინც განახარვა სიკვდილი განახარვა რას ნიშნავს? მე ამას ვერ მივხვდები ვერავითარ შემთხვევაში, თუ ქრისტემ ქრისტე არ შეეხო ჩემს გულს და არ განმაცდეინა სიცოცხლე, რომელიც არ ეფუძნება ჩემს ხორციელ ბიოლოგიურ არსებობას. Სიმონ ახალი ღვთისმეტყველი რო ამბობს, რომ ვისაც არ განუცდია ღმერთი თავის თავში, შეგძნებითად ის ქრისტიანი არ არის. იცით რატო ამბობს ამას? იმიტომ რომ ერთიარო სამხედველობა შეიძლება ქრისტიანული კონდეს, მაგრამ შენ თუ არ განიცადე მარადიული ყოფიერება ხორცის გარეშე. ანუ შენი თავის იდენტიფიცირება არ როგორც ფჩხილთან არ ახდენ და თმასთან იჭრი ფჩხილს თმას, შენი თავის იდენტიფიცირებას არ ახდენ, თქვათ ფჩხილთან, ხო? და თავთან. მეცას გეტყვი ხელთანაც არ ახდენ რომ მოგაჭრან და რა ვიცი, სანამ ცოცხალი ხარ რაღაცები რომ მოგაჭრან, შენი თავის იდენტიფიცირება არ ხდება რაღაც სხეულის ნაწილებთან. თლიანობაში, სინამდვილეში თლიანად შენ სხეულთან არ ხდება შენი თავის იდენტიფიცირება. ეს ამ სხეულით შენ ყოფიერებს სამყაროში, ის შენი არსების განუყოფელი ნაწილია და მკვეთრით აღდგომის მერე განახლებული მოგეცემა, მაგრამ შენი თავის იდენტიფიცირება არ ხდება ხორცთან. აი ეს თუ არ განიცადე, ეს რა შემთხვევაში შეიძლება განიცადო? როდესაც შენი თავის იდენტიფიცირებას ახდენ სხვა სიცოცხლესთან ჰარმონიაში და შერწყმული. ეს არის თავად ღმერთი. და აი ამიტომ არის რომ ესე იგი თუ შენ ეს არ განიცადე, მაშინ აი ეს სიტყვები ქრისტეს შესახებ რო არის, ვინც განახარვა სიკვდილი, არ არის ჩვენთვის სარიელი სიტყვები. არ გაგვიგია რომ რა ვიცი სიკვდილი განახარვა სიკვდილი, მაგრამ სიკვდილისა და ამდგუნველი ქრისტეს აღდგომა, რა ისე უყვდებიან ადამიანები მაინც. გესმით, აქ ლაპარაკი რატო ვერ ხვდება ადამიანი ამ სიტყვებს? იმიტომ რომ მისთვის ადამიანი იდენტიფიცირდება ხორცთან და ხორცის სიკვდილი ნიშანია ადამიანის სიკვდილისა. და აქ არ არის ხორცზე საუბარი, აქ არის ნამდვილ სიცოცხლეზე საუბარი, არა ბიოლოგიაზე, არამედ ნამდვილ სიცოცხლეზეა საუბარი. და თუ მე პირადად
პირადად არ მაქვს განცდილი ეს ნამდვილი სიცოცხლე ჩემში, მაშინ ამ სიტყვებს ვინც განახარვა სიკვდილი, ჩემთვის ნულოვანი ღირებულებაა. რაღაც შეიძლება იმედი კი აფობს, რომ ხო რაღაც ეგება ეგრე იყოს. მაგრამ ნამდვილი ღირებულება მაშინ ენიჭება ძალას, როცა მე ნამდვილად ვიცი, რომ სიკვდილი აღარ არსებობს. საიდან ვიცი სიკვდილი აღარ არსებობს? იმიტომ რომ მე ჩემ თავში ვხედავ სხვა სიცოცხლეს, რომელიც არ არის ბიოლოგიური სიცოცხლე და ჩემი თავის იდენტიფიცირებას არ ვახდენ ჩემს ბიოლოგიურ ყოფიერებასთან, ამიტომ აღარ მეშინია არც სიკვდილისაც, არც ავადმყოფობების და არაფრის აღარ მეშინია ამ კუთხით. არ მაქვს ეს ცხოველური ბიოლოგიური შიში სიკვდილისა. ხოლო და რატომ კიდევ იმიტომ რომ სხვა სიცოცხლის გამოცდილება მაქვს. და აი სხვა სიცოცხლე რა სიცოცხლეა? ეს არის ჩემი არსების სიცოცხლე, რომელიც განპირობებულია ღმერთით, რომელიც ჩემში დამკვიდრდა და დამკვიდრდა იმიტომ, რომ მან მიიღო ადამიანური ბუნება და ადამიანური ბუნება მისცა ღირებულება იყოს, მისცა ღირსება იყოს ღვთის ტაძარი და ღვთის ტაძრად ღვთის და ჩემში შემოდის. თავის სიცოცხლეს ჩემს სიცოცხლეთ ღვთის. აი ესეთი რამე მოხდა. და ამიტომ ესე იგი მან განახარვა სიკვდილი, ეს ჩემთვის რეალობაა უკვე და გაანათლა სიცოცხლე, ანუ ჩემი სიცოცხლე სინათლით აღავსო, იმიტომ რომ თავად არის ნათელი, ჩემი უხრწნელების გარანტია ეს არის სახარება, ანუ מחარა უხრწნელება. გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით. ანუ მარადიული სიცოცხლე, უხრწნელება იგივე მარადიული სიცოცხლე თავის სახარებით დამიდასტურა. ვისი მიზეზითაც, ანუ ქრისტეს მიზეზით, ამბობს პავლე მოციქული, ვევნები, რა თქმა უნდა ვევნები ხორციელად, აბა არ ვევნები, როდესაც თავარი ის არის და როცა ვიღაცა მეუბნება, რომ ეხლა ქრისტეს თავი დაანებეთ, თორე შენ ხორცს მოვაკვდინებ, რა მოხდება? ხო გამეღიმება. გახსოვთ უფლის სიტყვები, ნუ გეშინიათ მათი, ვისაც თქვენი ხორცის მოკვდინება შეუძლია. ნუ ეხლა იმიტომ არ ვკითხულობ მოწამეთა ისტორიას, ხო, ზოგი ამბობს, რომ გადამეტებულია, ზოგი ამბობს, რომ მოწამეთა ხატები იქმნება, ამ წერილობითი ხატები და სინამდვილეში შეიძლება სხვანაირად იყო. კი, რაღაცა გარკვეულწილად გაკეთილშობილებული შეიძლება არის ნაწერები და რაღაც მიმსგავსებული, რაღაცა კანონიკაში ჯდება, როგორც ყველა ხატი კანონიკაშია ჩამჯდარი. მაგრამ მეორე მხრივ, განა გასაკვირია, რომ მოწამეს უხაროდა, როცა მას კლავდნენ ფიზიკურად. იმიტომ რომ ამის დასტური თავად წმინდა წერილში მაქვს, პავლე მოციქული ლაპარაკობს ასეთ საკუთარ თავზე. იმიტომ რომ მას აქვს გამოცდილება იმ სიცოცხლისა, რომლის სიცოცხლესაც მთლიანად თავს წირავს. და ამიტომაც აგერ ამბობს პავლე მოციქული, რომ მე ვევნები ვისი მიზეზსაც, მე ვევნები და თან სულ არ მცხვენია იმას, რომ ვევნები ქრისტესათვის. რადგან ვიცი, ნახე, ვიცი ვინც ვირწმუნე. ნახეთ როგორ არის რწმენა ცოდნაში გადასული. ანუ ვიცი ამ შემთხვევაში ვიცნობ ვინც ვირწმუნე. ვიცნობ მას, ვიცი ჩემშია, ვიცი გამოცდილებით ვიცი, არა ისე თეორიულად. ვიცნობ ვინც ვირწმუნე და მწამს რომ ძალუთ შეინახოს ჩემი წინდი, ანუ ეს როგორც აი ეს წინა გემოსხილვა, შეგრძნება ნამდვილი იმ დღისათვის, როცა ესე იგი უფლის წინაშე წარვდგები და საბოლოო ჯამში როცა უფალი დაბრუნდება და ახალიცა და ახალი ქვეყანა შეიქმნება. სიყვარულით და რწმენით მისდიე მარტო რწმენით არა, არამედ სიყვარულით. იმიტომ რომ თუ რწმენაა სიყვარულის გარეშე, ის რწმენა არ არის ნამდვილი რწმენა. რატო? სიყვარული არის ის, რაც განაპირობებს ჩემს პიროვნულ ურთიერთობას ღმერთთან, მცნობელობას. რწმენაში თუ სიყვარული არ არის, იგი ღმერთს არ ვიცნობ. უბრალოდ ჩანასახის მდგომარეობაში მაქვს, დასტური მაქვს ღმერთის გარო არსებობს. მაგრამ სიყვარული სადაც არის, უკვე მასთან ურთიერთობაა, მე ვიცნობ მას და მე მის წინაშე როგორც პიროვნება გავიხსენი, მე მის წინაშე როგორც მისი შვილი გავიხსენი. ამიტომ სიყვარული და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვებს ჩემგან რო ისმინე ქრისტე იესოში. მასულდგმულებელ სიცოცხლის მომნიჭებელს. ამიტომ არის წმინდა წერილში რომ ვეწაფებით სულ და წმინდა მამებს, იმიტომ რომ მათი ბაგები აღმოს თქوافს
იმ სიტყვებს, რომელიც მათ გულში სულიწმინდა ღმერთთან თანამშრომლობით დაიბადა. საღვთო სიტყვებია, წმინდანების სიტყვები, წმინდა წერილი სიტყვები, მოციქულთა სიტყვები და შეინახე ეს ყველაფერი, შეინახე კეთილი წინდი, სული წმინდით. ანუ ეს ყველაფერი შენში არის ჩანასახი, წინაგემოსხივლა ჩანასახი, რომელიც არის მარადიული სიცოცხლის დასაწყისი. დასაწყისი, ეს ყველაფერი ხდება სული წმინდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში. აი ეს სოფხედელობა აქვს, უნდა კონდეს მისტიკური, საიდუმლოებრივი სოფხედელობა უნდა კონდეს ქრისტიანს და შესაბამისად ის აღარ დაუშვებს იმ შეცდომას და აღარ მოინდომებს, რომ მარადიული სიცოცხლე, ეკლესიური ყოველდღიურობა, ესე იგი, ამ მიწიერ ლოგიკას და ცხოვრებას მოარგოს და ამ ყველაფრის ვერ გაგება, აი სახარების ვერ გაგება, ხო? რითაც დავიწყეთ, რომ ისაც უნდა რომ იყოს პირველი, იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური, აი ამის ვერ გაგება ქმნის იმ პრობლემებს ზოგადად ქრისტიანობაში ჩვენს თავში, როდესაც ადამიანები ამბიციებით წარიმართებიან ერთმანეთთან ურთიერთობაში, ვერ ვახერხებთ იმას, რომ ქრისტეს ერთ-ერთი უმთავრესი მცნება შევასრულოთ. იმით მიხვდებიან, რომ ჩემები ხართ. უკვე თუ გეყვარებათ ერთმანეთი. და რადგან ჩვენ ერთმანეთის სიყვარულს ვერ ვახერხებთ, ამიტომ ჩვენი სახარება გვაქვს. ან მორგებული გვაქვს ჩვენზე და სინამდვილეში ვერ ვიგებთ იმას, რაც გამოცხადებით მოგვეცა და ასე დროს სუმონა ხალი ღვთისმეტყველი თუ გამოვიყენებთ ის ამბობს რომ თუ ღმერთი შეგრძნებითად არ არის ადამიანშიო და რა თქმა უნდა როცა ადამიანი ესეთ ელემენტარულ რაღაცებს ვერ ასრულებს მასში ღმერთი შეგრძნებითად როგორ იქნება და სუმონა ხალი ღვთისმეტყველი ამბობს რომ ესეთი ადამიანს უნდა შეუწყდეს ზიარებაო და შეინანოს ხო თავიდან ხო ვერ მოინათლება ამიტომ დროებით განაყენეთო ეკლესიიდან და შეინანოს თავიდან. ანუ შეინანოს რას ნიშნავს? თავიდან დაინახოს ქრისტიანობის არსი. რაში მდგომარეობს? თუ ადამიანი ღმერთს ვერ განიცდის და ვერ გზნობს. და რა ღმერთის განცდაზეა საუბარი, როდესაც ჩვენი ღვთის განუცდელობა ყველაფერში ყოფაში ვლინდება. ამიტომ დიახაც ეს სინანულის პროცესი უნდა იყოს მუდმივად განახლებადი. არასდროს არ უნდა მოგწონდეს ჩვენი მდგომარეობა ეკლესიაში, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა და ყოველთვის უნდა დაუბრუნდეთ გარკვეულ საწყისებს და ვფიქრობდეთ, რომ კი, მაგრამ რამდენად სწორად ვცხოვრობ მე სახარების მიხედვით, რამდენად სწორად მესმის მე ქრისტიანობა და სადმე ხო არ არის გაპარული ჩემი ამბიცია, პატიმოყვარეობა, სიამაყე და ყველაფერი ეს ჩემი დაცემული ბუნება ხო არ წარმართავს ჩემს სულიერ ცხოვრებას. მუდმივად თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ქრისტე შეგვეწიოს ამინ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.